დღეს ბოლნისის ძიუდო სკოლაში ძიუდოს ფედერაციის პროექტის მილიონი ლარი მწვრთნელებისთვის ძიუდო მოქნილი გზა წარმატებისკენ ფარგლებში ქვემო ქართლის 100-მდე სპორტსმენს სწავლება ჩაუტარდა. 2009-2014 წლამდე დაბადებული ძიუდოისტები განვითარების ახალ ეტაპზე გადასასვლელად სისტემატიურად ჩაერთვებიან საგამოცდო პროცესებში, სადაც მიღებული ქულების რაოდენობით შეირჩევიან სარეიტინგო ტურნირებისთვის. პროექტის ფარგლებში ძიუდოისტებს კვალიფიციური ინსტრუქტორები მეტ და სიღრმისეულ ცოდნას მიაწვდიან ძიუდოზე, რათა სპორტის ეს სახეობა მაქსიმალურად უსაფრთხო გახდეს. პროექტი ძიუდო მოქნილი გზა წარმატებისკენ გასული წლიდან დაიწყო და მისი მიზანია ძიუდოს სიღრმისეულად შესწავლა, პოპულარიზაცია და მწვრთნელის ინსტიტუტის გაძლიერება. ბავშვებმა ესე ყველაფერი უნდა ისწავლონ ძიუდოში, ყველაფერი, აი თუ რამე ტექნიკა არსებობს დგომში, დაბლა, პარტერში, ეს ყველაფერი უნდა იცოდეს ბავშვმა და ხამრის შეკვრიდან დამთავრებული თუ რამე არის ძიუდოში, ყველაფერი უკვე ისწავლობენ და რო გადადიან უკვე ჭაბუკთან ასაკში და უკვე ახალგაზრდებში უკვე ჩამოყალიბების ყოფილიყო ძიუდოისტები ანუ ყველაფერი იციან ამ ბავშვებმა. წინა წელზე დაკვირვებით გამოჩნდა რომ ძალიან წარმატებულად და კარგად მიდის ეს პროექტი ბავშვებმა რა თქმა უნდა უფრო კარგად გაითავისეს ძიუდოს ტექნიკა და ის სიღრმისეული აზრი ძიუდოსი და რაც კიდე ყველაზე მთავარია ტრამვები ძალიან მინიმუმამდე არის დაყვანილი. რიგში უსაფრთხოება და მეორე ტექნიკის დახვეწა. ასაკობრივად არის ეს ყველას ერთი და იგივე რა თქმა უნდა არ მოეთხოვება, რაც ასაკი იმატებს, მოთხოვნილებაც იმატებს.